ვარ ილია ინასარიძე, ცხოვრობ სოფელ ანდრიაწმინდაში, ვარ 34 წლის. ვეწევი სოფლის მეურნეობას. და ვცდილობ სოფელსაც გამოვადგე და ოჯახსაც და ქვეყანასაც. გვაქვს ოჯახური მეურნეობა, საქონელი გვყავს, რასაც რა ვიცი ჩვენი თაობები მისდევდნენ რა, ოჯახური საქმიანობა არის, ასე ვთქვათ. შემდგომ ვიფიქრე, რომ განმემვითარებინა და საწარმო ავაშენე და ეხლა იმ ყველს, რასაც ვაწარმოებდით ადრე ოჯახური წესით, ეხლა საწარმოში ვაწარმოებთ და დღეს გავაკეთებთ ტენილ ყველს. მესხური ყველი არის, ტრადიციული ყველი არის და ჩვენ ოჯახს გქონდა ამისი ცოდნა რა, წინაპრებიდან გადმოცემული. მარტივი არის წარმოება, მეტი რაოდენობა შეგიძლია ვაწარმოოთ, ასევე პირობებს, უნებლობის პირობებს უფრო უკეთესად ვიცავთ. რეალიზება ჯერჯერობით მხოლოდ სასტუმროებს და პირადი მომხმარებლები გვყავს. ტენილი ყველის დამზადებას ორი წესი არსებობს, ერთი თავი ყველისგან მზადდება, მეორე რძისგან. დღეს გავაკეთებთ თავი ყველისგან. ანუ მზა თავი ყველი გავაკეთებთ, რომელსაც უნდა დამწიფება რა, უნდა ჟავიანობა უნდა იყოს საკმარისი. დღეს ეს უკვე მომწიფებული არის და დავიწყოთ უნდა ამისი დამზადება. ყველი უნდა დავჭრათ თხელნაჭრებად. ეს არის მესხური ტენილი ყველი და მე რაც მახსოვს, ანუ ჩემი მამა, ჩემი დედა, ჩემიც და გადმოცემითაც, ანუ მისი მშობლებიც, მამა ჩემისაც ასე ამზადებდნენ. რძის ხარისხიდან გამომდინარე ვაწარმოებ მე თვითონ, რომ ხარისხანი ნედლეული ჭირდება, ხარისხანი ყველის წარმოებას და ამ ეტაპზე არ ვიბარებ, არ ვცდილობ რომ ჩავიბარო. ფერმაში მყავს დასაქმებული ერთი პიროვნება, ვინც უვლის ჩემთან ერთად. ეხლა ეს ნაჭრები, ყველის ნაჭრები უნდა გადავიტანოთ ცხელ წყალში. და უნდა დავიწყოთ ამისი დაძელვა, მორევა. ჟავიანობას სჭირდება დრო, ანუ როცა გინდა მაშინ არ გამოვა. როცა ტენილს სჭირდება, მაშინ უნდა მიხვიდე. დღეში როცა რძე ბევრი არის 10 კილოს, როცა არ არის 1 კილოს. დავასრულეთ ტენილის დამუშავება ცხელ წყალში და მივიღეთ წვრილი ძაფების მაგვარი მასა. რასაც ეხლა უნდა გადავიტანოთ ცივ წყალში. ეს არის წინასწარ გამზადებული ცივი წყალი, რომ სწრაფად გაცივდეს. გაციება ჭირდება, იმიტომ რომ არ მოხდეს შეკვრა. და ნახეთ როგორი ლამაზი გამოვიდა. არც ხელით გამიწეწია და რა ვიცი, ხოლო ტრიალით. მერე გავწურავთ ამ წყალს გავაცლით, შეძლებ რამდენსაც მოვახერხებთ და უნდა გადავიტანოთ მარილ წყალში მაშინ. მარილი ჭირდება შენახვისთვისაც, ვაჩერებთ 2-3 წუთი, დიდი დრო არ ჭირდება. თუ დიდხანს გავაჩერებთ, შეიძლება ძალიან ლაშე იყოს. ამოვიღებთ ამ ყველს ავდგებით და ცოტა ეს დავფერთხავთ, რომ წყალიც კარგად გაუვიდეს. თან კარგადაც დაცილდეს ერთმანეთს. გადავიტანთ დასაწურად და გასაშრობად. უნდა გაშრეს ყველი, უნდა იყოს დაკიდულ მდგომარეობაში 2-3 დღე, რომ წყალი ბოლომდე უნდა გამოიწუროს, უნდა მივიღოთ ასეთი შალი მასა და შემდგომ უნდა ავურიოთ ნაღებში. ეს არის ადუღებული ნაღები.
ადუღებული უნდა იყოს ნაღები აუცილებლად, რადგან თუ ადუღებული არ არის, შენახვის დროს შეიძლება გემო შეიცვალოს ნაღებმა. მომხმარებლები ვინაიდან ანუ ყველა პროცესის დაცვით არის ყველი უცხოელებსაც მოწონთ. იმიტომ რომ მარილი შედარებით დაბალანსებული არის დღევანდელ ტენილში. ადრე როცა ტენილს ამზადებდნენ, მეტად მლაშე იყო და ისეთი ტენილი ყველი ქართველებს მოსწონთ, მაგრამ უცხოელები ამბობენ რომ ცოტა ჩემთვის მარილიანია. არც ნაკლები უნდა გქონდეს, არც მეტი კარგია, თუ ნაკლები აქვს მარილი მაშინ გაფუჭდება რა ყველი. ეს წესით 2-3 დღე აი ესეთ მდგომარეობაში უნდა ეს გნას დაყოვნდეს, იმიტომ რომ ნაღებში შესაძლოა დარჩენილი იყოს ნაღებში და ყველშიც ანუ შრატი და უნდა აორთქლება მოხდეს მაქსიმალურად. მაგრამ ეხლა ეს ყველი იმდენად გამშრალია რომ და ნაღებიც კაი ხარისხის არის რომ შეიძლება პირდაპირაც გადავიტანოთ ამ შემთხვევაში. და აი ესეთ ქოთანში უნდა მოხდეს აუცილებლად ტენილის გატენვა. ანუ თიხის ქოთანში ეს არის სპეციალური ყველის ქოთანი, რომელიც ახლა სპეციალურად ვამზადებინებთ, ესეთი ფორმა უნდა გქონდეს, განიერი ყელი, ანუ ადვილადაც ხდებოდეს ჩატენვა, ამოღება და წყლის გამოწურაც მარტივია, როცა ყელი აქვს განიერი. ეს არის სპეციალურად ანდრე მესხეთში იყო, ყველის ქოთნები ჰქონდათ, ან ტენილისთვისაც, სხვა ყველისთვისაც, რომელსაც ჰქონდა ასეთი ფორმა. ეძახდნენ კოჭობს, მაგრამ ისინი შედარებით მომცროებიც ჰქონდათ და დიდი ქოთნებიც ჰქონდათ რა ასეთი. ხო და ჩვენ ეს არის სადღაც 5 კილომდე ჩადის. ხდება დღესდღეობით სხვადასხვა იმაში, რა ქვია, ჭურჭელში ან შუშაშიც ვარგდება, ზოგი პლასმასშიც ტენის, მაგრამ ქოთანში გატენილი უფრო კარგი კონსისტენცია შედის ნაღები და ყველი ერთმანეთში. გემოვნური თვისებები უფრო განსხვავებული აქვს, უფრო განსხვავებულად შრება, სულ განსხვავებული პროდუქტი, ახალი რომ გასინჯოთ და ის დავარგებული არის განსხვავებული და სხვა ჭურჭელის დავარგებული თითქმის ახალივით არის და აქ უფრო რა ვიცი ის რაღაც არომატებს ტოვებს რა თითქოს. ეხლა დავიწყოთ ჩატენვა. კარგად უნდა ჩაიტენოს, რომ ჰაერი არ უნდა შეებიდეს. თუ ჰაერი შევიდა, დარჩა. აქ აუცილებლად გაფუჭდება რა შიგნიდან. მზად არის ტენილი ქოთანში უკვე დასავარგებლად და ეს უნდა ჩავხრიტოთ 3 ადგილას. ჩახრიტა სჭირდება იმისთვის ამ ქოთანს, რომ თუ რამე სითხე არის დარჩენილი, აქედან გამოვიდეს და სრულად გამოიწუროს სითხისგან, რომ არ გაფუჭდეს ყველი და თავისი სათანადო გემო ჰქონდეს. სწორედ რომ დავარგდეს. ყველს დავარგება სჭირდება მომწიფების პერიოდი აქვს მინიმუმ 2 თვე და შეიძლება შეინახო, რა ვიცი 5-6 თვე. აქ არის გამზადებული ნაცარი და ამ ნაცარზე არის ქოთნები და ამ ქოთნებთან დავტოვებთ ამასაც. ნაცარში რატომ? ნაცარში იმიტომ რომ წყალი გამოიწურება და თავი დასველდება, ნაცარი ამ შემთხვევაში აშრობს და არ ფუჭდება.